გამარჯობათ, შემოგამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის სასიყვარულო თემაზე. წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, ვინც პირველად ხართ და არ იცით რას ეხება. წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ადამიანი ვიზუალურად, თქვით მისი სახელი გულში და ვნახოთ მისი დამახასიათებელი კარტი, მისი სიგნიფიკატორი კარტი. რათა თქვენ მიხვდეთ ეს ვიდეო გეხებათ თუ არა თქვენ და თქვენს ადამიანს. მისი სიგნიფიკატორი კარტი და ასევე თქვენი სიგნიფიკატორი კარტი ვიხართ თქვენ. ისე თქვენი ადამიანი არის გონიერი, ჭკვიანი, ის არის დახელოვნებული რაღაცაში, რაშიც ის მოღვაწეობს, დაუშვათ რა პროფესიისაც არის, ან შესაძლოა არც მუშაობდეს პროფესიით, სადაც ის მუშაობს, ის არის პროფესიონალი ამ საკითხში. სხვებზე მეტი ესმის იმ საკითხში, რაშიც ის მოღვაწეობს. არის გონიერი, კარგი მანიპულატორი, ფიზიკურად მიმზიდველი, ფიზიკურადაც და ენერგეტიკულადაც. ვიხართ თქვენ ხართ ადამიანი, ამ მომენტში ხართ დაწაბული, ხართ გზაზე, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეულ გზაზე, სადაც გიწევთ ბრძოლა, სადაც გიწევთ ბევრი ფიქრი იმისათვის, თუ როგორ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს, აი რაღაც მებრძოლის არქეტიპში ხართ, ახლა შეიძლება ასე ითქვას. ჩემთვისაც აინტერესებს, მოკალათ და მშვენივრად. ბარემ გამოჩნდეს მაშინ, რადგან აქ მოიკალათა. კარგით, ნახოთ, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში დარჩით და გადაგრძეთ ვიდეოს ნახვა, თუ დაემთხვა აღწერილობა თქვენი ადამიანის და თქვენი. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე? ძალიან ბევრს ფიქრობს, ძვირფასებო, უზომოდ ბევრს ფიქრობს თქვენი ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ღამეები მას არ ძინავს და რა აქვს ასეთი სადარდებელი, რას ფიქრობს ამდენ? ძვირფასებო, ნახეთ. შეხედეთ რა ულამაზესი არკანია. ფიქრობს თქვენ სიყვარულზე, ფიქრობს თქვენს მონატრებაზე, მას ძალიან ინატრებით და ასე ვთქვათ, ბრმად არის შეყვარებული თქვენზე. ესეთი გამოთქმა არსებობს, იცით თქვენ, რომ სიყვარული ბრმა და მან იცის, რომ აი გულში იმისრით არის ის დაჭრილი, რასაც ქვია თქვენი სიყვარული, თქვენდამი სიყვარული და ემოცია. ამაზე ფიქრობს იმდენად ბევრს, რომ ღამეები ადამიანს არ ძინავს, შეიძლება ითქვას. კარგით, კიდევ რას ფიქრობს ამის გარდა? ფიქრობს, რომ შესაძლებელია თქვენ მას რაღაცას არ ეუბნებოდეთ, ან რაიმეს ატყუებთ. რატომ ფიქრობს ის ასე? იმიტომ რომ მარტოა ის და აქვს საშუალება რომ დაფიქრდეს. მისი მარტოობიდან გამომდინარე ის ბევრ რამეს ჩაუღრმავდა. ბევრ რამეზე ფიქრობს და ერთ-ერთი ეს ფიქრიც არის, რომ შესაძლებელია თქვენ რაიმეს უმალავთ მას. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, თუ თქვენ რაიმეს მალავთ დაუშვათ და რაიმე თქვენ გაქვთ დასამალი, ასე ვთქვათ, მასთან, მიუხედავად ამისა, თქვენ იმსახურებთ შანსს მასთან ურთიერთობის და ასევე მას სურს თქვენ, ასე ვთქვათ, რაღაც მატერიალური მოქცეთ. ეს შესაძლებელია იყოს ფინანსები, საჩუქრები და რაიმე ისეთი, რაც არის მატერიალური და ხელშესახები, რაც თქვენ გაგახარებთ. კიდევ რას ფიქრობს
თქვენზე, თქვენი ადამიანი. ფიქრობს, რომ საჭიროა თქვენთან მოვიდეს, მან გზა განახორციელოს თქვენთან, ოღონდ ამ მომენტში ეს არ შეუძლია ადამიანს. ამ მომენტში რაღაც აქვს მას დასამთავრებელი, ასე ვთქვათ, ბოლომდე მისაყვანი. შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯი დარჩა და მიიღო საქმეს ბოლომდე და შემდეგ ექნება გზა თქვენსკენ. კიდევ რას ვფიქრობს ამის გარდა? ძალიან სურხართ, ერთი სული აქვს მას, როდის მოვა თქვენთან და მიიღებს თქვენი სახით ჯილდოს. დაამსახურებულ ჯილდოს, რასაც ის დიდი ხანია მისი აზრით იმსახურებს, რადგან ის ამისთვის აკეთებს ძალიან ბევრს. და რას აკეთებს ამისთვის? ვნახოთ ბარემ, რადგან ასე ფიქრობს. განიცდის ტკივილებს, განიცდის იმედგაცრუებას, განიცდის აი პირდაპირ მნიშვნელობით, განიცდის აი როგორ გამოვხატო სიტყვებით არ ვიცი, ტკივილს, რასაც ვქვა ადამიანი არის შესაძლებელია ითქვას დეპრესიის ზღვარზე. და ამიტომ თulis ის, რომ ის იმსახურებს ჯილდოთ მიიღოს თქვენი სიყვარული. კარგით, გრძნობებსაც შევეხოთ, მის გრძნობებს, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს? ის არის თქვენი ტყვე, ამას გრძნობს. ის გაბმულია მახეში თქვენს მიერ და მას არ შეუძლია განთავისუფლება და არც სურს განთავისუფლება. ის თანახმა ამაზე, რომ იყოს თქვენი ტყვე, ასე ვთქვათ, სხვა სიტყვა არ შეეფერება ამას, რაც არის ამ არკანზე გამოსახული. თქვენი მსხვერპლი, ესეც შეიძლება. ოღონდ რამდენადაც შეიძლება ეს სიტყვა კარგი გაგებით იქნას აღქმული, კარგი გაგებით. ის გრძნობს, რომ არის თქვენს ხელში. კიდევ რას გრძნობს თქვენს მიმართ? სურვილს, უდიდეს სურვილს გრძნობს თქვენს მიმართ და გრძნობს, რომ თქვენ ხართ მისი ოჯახი, თქვენ ხართ მისი ადამიანი, თქვენ ხართ ის, ვინც არის შემკული სიბრძნით, ძალაუფლებით, რაღაც თქვენ სიტყვას აქვს ძალა, თქვენ გაქვთ ისეთი ენერგია, რომ ასხივებთ გავლენას ამ ადამიანს, თქვენი ენერგეტიკით. ამას გრძნობს. რომ თქვენ გაქვთ ხელში გასაღები მისი გულის. კიდევ რას გრძნობს? ჩემი კატა ძალიან ერთობა. არ ვიცი რატომ მოეწონა ეს პროცესი. კიდევ რას გრძნობს თქვენი ადამიანი თქვენს მიმართ? გრძნობს, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენ ცხოვრებაში მისი არსებობით, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ის ბედნიერია ამით. ესე იგი, ამ ადამიანს ვერფასებოდ თქვენ აბედნიერებთ, თქვენი არსებობა მას აბედნიერებს. ის რომ გრძნობს, რომ თქვენთვის საჭიროა რაღაცით, ის უკვე ბედნიერია. თქვენ ხართ მისი ბედნიერება, ამას გრძნობს. რა ვიცი, რა შეიძლება მას დავამატო. თქვენ ხართ მისი გრალის თასი, ასე შეიძლება კიდევ გამოითქვას. კარგით, მოდით ვნახოთ რჩევა თქვენთვის და ამაზე დავასრულოთ. იბრწყინეთ, იკაშკაშეთ, ულამაზესი არკანი ამოვიდა, უბრალოდ ვერ დაგანახებთ, რადგან მას სამოსი არ აცვია. ესე იგი, თქვენ რჩევა არ გჭირდებათ ძვირფასებო, თქვენ იმოქმედეთ თქვენი ინტუიციის მიხედვით და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს ცხოვრებაში
მოვა სიყვარული, ან ვისხორებაშიც უკვე არის, უფრო გაღვივდება, გაღრმავდება და გაგაბედნიერებთ. გისურვებთ საუკეთესოს.